ქრისტიან-დემოკრატების ლიდერები ისანის სამგორის რაიონში მცხოვრებ პარკაიების ოჯახში შეხვდნენ. პარკაიები 12 წელია, რაც 8 კვადრატულ მეტრ ფართში ცხოვრობენ. ისინი აფხაზიდან იძულებით გადაადგილებულები არიან. საზაგაბუნია ამ საკითხის განხილვას თბილისის საკრებულოს ხტომაზე გეგმავს და პარკაიების პრობლემის მოგვარებას პირდება. გუშინ პრეზიდენტი სააკაშვილი საუბრობდა ქრისტიან-დემოკრატებზე, ჩვენს დაპირებებზე, თითქოს და რაღაც გაუგება 10 მილიარდზე. 10 მილიარდი ნამდვილად არ ჭირდება პარკაიების ოჯახს, საბას და მისი ოჯახის 3 წევრს, რომლებიც 12 წელია ცხოვრობენ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით დროებით ჯიხურში. ეს არის სადარაჯო ჯიხური, რომელსაც არც ფანჯრები აქვს, აღარ არის ლაპარაკი ელემენტარული ჰიგიენური პირობების დაკმაყოფილებაზე. მათ არ ჭირდებათ 10 მილიარდი, თუ არ ჯერა მოვიდეს და ერთად შეგვიძლია დავითვალოთ 12 წელია ეს ოჯახი არის აბსოლუტურად უყურადღებოდ დევნილი ოჯახი სახელმწიფოსგან. ასეთი ათობით ოჯახია და ჩვენ როგორც იცით აწარმოებთ შემოვლას იმისათვის რომ შემდგომი შუამდგომლობა გაუწიოთ ამ ოჯახებს შესაბამის კომისიასთან. პარკაიების ოჯახის შემთხვევაში არის რთული საცხოვრებელი გარემო პირობები და ამას არა მხოლოდ გარემო პირობები, არამედ ის ინდიკატორი ამის გახლავთ ის ქულათა ჯამი 24000, რომელიც მას სააგენტო მიანიჭა. შესაბამისად ყველა წინაპირობა არსებობს აიმისოთ, რომ პარკაიების ოჯახმა სოციალური საცხოვრების პროგრამით გათვალისწინებული ბინა მიიღონ მფლობელობაში და სარგებლობაში. ამისათვის მე როგორც აი ამ საკითხებზე მომუშავე თბილისის საკრებულოში ორშაბათსვე პარკაიების ოჯახს უკვე გაუწევ შესაბამის კომისიაში შუამდგომლობას.